ხო დასხედით გთხოვთ რაღაც უნდა გითხრათ და კარგია თუ არ გაბრაზდებით. ხო დაგვიჯერეთ, არ მოგატყუებთ. კარგი იქნება თუ გაგვიშვებთ. გარეთ გაგიშვათ არასდროს. ხო, რისკის ქვეშ ვერ ჩაგაყენებთ. თან შეიძლება აღარ დაბრუნდეთ. ჯანდაბა, ვიცოდით რომ ამას იტყოდით. თქვენ უბრალოდ არ გესმით. იქ უნდა დავბრუნდეთ, დიანას მანქანა აყენია. ხო, თქვენ მანქანა არ ყავთ, ჩვენ ტარება გვინდა. გასაგებია, ყველა გოგოს მანქანა უნდა. არა. ბიჭებო, მაგარია მანქანა, შეგიძლიათ ყველგან წახვიდეთ და ვერავინ დაგინახავთ. ხო, უბრალოდ გაგვიშვით. მართლა უნდა მივიდეთ, თან ტანსაცმელები დაგვრჩა იქ. ზიპ, გატარებინებ ჩემს მანქანას თუ გაგვიშვებ მოსაყვანად? დიანა, მე შენ მჭირდება, შენი მანქანა კი არა, მანქანის გარეშე კარგად ვცხოვრობ. კნობა, მე შენი ტიმური უნახე და კარგი ტიპია, რა უქნა რომ გადაწყვიტე რომ მასთან დარჩე და აღარ დაბრუნდე. გოგოებო, თუ ასე გინდათ, შეგვიძლია ტანსაცმელები ჩვენ მოგიტანოთ. იცი რა, ზიპ, შენ თუ არ მენდობი ეს ჩვენი სერიოზული ურთიერთობისთვის ძალიან ცუდი იქნება. ხო, მართლა იდეალური ურთიერთობა ვეღარ გვექნება. მანქანას ავიყვანთ ტანსაცმელებს და დავბრუნდებით. კარგი დიანა, ესე იგი მიდიხარ, არა და მინდოდა ჩემი მეგობარი გაგიცნო. ხო, ისე ძალიან მაგარი ტიპია. ხო, ჩემს პერე. თქვენ თუ მოგინდებათ, შეუძლია ყველა კალბურთას მარტივად მიხედოს. ვაუ, ეგ მაგარია, მაგრამ თქვენს მეგობარს მოგვიანებით შევხვდებით. ხო, ჯერ მანქანის წამოყვანა გვინდა. მარტოა და მოვენატრეთ. კარგი, ხო დიანა, თანახმოვარ გაგიშვებ. მეგობრებო, უნდა გავუშვოთ, რომ დავუმტკიცოთ, რომ ვენდობთ. დიანა, უკან ხო აუცილებლად დავბრუნდები. ხო, ზიპ, დავბრუნდები, გპირდები. კნობა, ტიმურს ხوار დავბრუნდები. ტიმურს დავშორდი და მართლა, ჩვენ ერთად არ ვართ. ნასია, გთხოვ შენ პირდი რომ დავბრუნდები. რა თქმა უნდა დავბრუნდები, ოღონდ მანქანით. კარგი გოგოებო, წავედით, ბიჭებო, არ ინერვიულოთ, დავბრუნდებით. გვიყვარხართ? კარგად ზუბ, კარგად ზაკ. მეგობრებო, ნახავთ, არ დაბრუნდებიან, ტყუილად ენდეთ. იცით რა მეგობრებო, გოგოებს თუ მართლა უყვარვართ, დაბრუნდებიან. კარგი, შენ უყვარხარ, მაგრამ კნობას არ უყვარვარ. ხო, და ეს ჩვენი პრობლემა არ არის. კარგი მეგობრებო, დაწყნარდით, ახლა საკათი მოდის, თქვენ კიდე ჩხუბობთ. არა, საერთოდ არ ვჩხუბობ, უბრალოდ გავმისთ, იმიტომ რომ თქვენ გოგოებს უყვარხართ. ჩემ კნობას კიდე არ უყვარვარ. ხო და მაშინ რამე უნდა გააკეთო, რომ შეუყვარდე, შეგეძლო ამდენი ხანი გეკუცნო. მე ეკუცნა, ხო, ვცადე, მაგრამ უარი მითხრა. კარგი მეგობრებო, საკმარისია, დღეს უნდა გავერთოთ. ხო, მაგრები ვართ. ბავშვებო, მოდით და რამე იყიდეთ, არ გშიათ? ვერ ვითმე, როდის გამოჩნდება ახალი ბიჭი. პიცა, შენი ფრთები უგემურია. და აი ისად არის, უკეთესად გააკეთებს. არა, პიცა მარტო ფრთებს არ აკეთებს, ბურგერებსაც აკეთებს, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ, ტყუილად ხო არა გახსნილი. ბავშვებო, ერთ ბურგერს თუ შევუკვეთებთ, მეორეს უფასოდ მიიღებთ. გოგოებს არ უნდათ რომ ჭამონ, იმიტომ რომ ახალი ბიჭი მოდის. მოიცა დღეს მოდის ახალი ბიჭი. ხო, წესით გამხდარი პატარა ბიჭი უნდა იყოს. როასტი, რა იყო გშურს ჩემი პიცა, დღეს არ შევჭამთ, არ გვინდა რომ მუცელი დიდი გქონდეს. ხო, ძალიან მაინტერესებს როგორ გამოიყურება ახალი ბიჭი. მინდა რომ მაღალი და კუნთიანი იყოს, ძლიერ შეყვარებული მჭირდება. ჯულის იმიგურს ცოტა დრო გავიდა და შორებიდან და უკვე შეყვარებული ყავს. ხო და მიდი და შეურიგდი. არა, არ მინდა. ფეხბურთელებო, ამზამს გაკეთებული ბურგერებია, მოდით და იყიდეთ. მოიცა, ჯერ ახალი ამბავი გვაინტერესებს. ხო, გითხარით ბანაკში ვერ მოდის. ისევ ახალი ბიჭია, ახალი ბიჭები არ მინდა, ჯობია გოგოები მოვიდნენ. არა, ბევრი ბიჭი მოვიდეს. ხო, საკმარისი გოგოები ვართ უკვე. არა, საკმარისები არ არის. აი უნახავთ ახალი ბიჭი რო გადმოვა. ხო, წავიდეთ. ფეხბურთელებო, მოდით შევუკვეთეთ. ორი ბურგერი გვინდა, ორმაგი ხორცით. ახლავე ფეხბურთელებო. გოგოებო, რა ჩავიცვა ამ ტოპთან? ეს თუ არ ვიცი, დამეხმარეთ. ბლონდი, დაწყნარდი, დრამა კვინი ხარ. ხო, ისე იქცევი თითქოს მარტო შენთან მოდის. ხო, იქნებ საერთოდ არც მოეწონო. გოგოებო, ეს ჩავიცვა. რას ნიშნავს არ მოეწონო? ეს ახალი ბიჭი მე თუ მომეწონება, მაშინ ჩემი გახდება. ვნახავთ ბლონდი, ვნახავთ, შენ ყველაზე ლამაზი არ ხარ. ხო, ჩვენ ძალიან ლამაზები ვართ. გოგოებო, რაღაც ძალიან ფერადი უნდა ჩავიცვათ. იცი რა, საერთოდ არ გაგვთ არც ერთ შანსი. მე ჩავიცვამ ამას. ჯანდაბა, რა საშინლად იქცევა. კარგი გოგოებო, ვნახავთ ვისი გახდება ეს ბიჭი. ხო, არ დაგითმობთ არავის. ყველაფერი მესმის, ჩემზე თუ იჭარავებთ, იცოდეთ, ჩემთან ერთად მანქანაში ვერ ჩასხდებით. შენ რა მანქანა ყავს? სტყუილებით სავსე ხარ. არ არის სასაცილო, დღეს ბანის მანქანა ჩვენი მანქანა გახდება. ხო, მაგარია. გოგოებო, კალბურთელები თუ შეგხვდნენ, რა უნდა ვქნათ? დავაიგნოროთ. და ვინმე სახლიდან თუ დაგველაპარაკა? ცუდად ვუპასუხოთ. მართალია, კარგი, ავიყვანთ მანქანას და გამოვალ. ახლა ტუჩსაცხი უნდა წავისვა, რომ იდეალურად გამოიყურებოდე. რა გინდა იდეალურად გამოიყურებოდე, თუ არ გადარდებს კალბურთელები? ნობა, ჩვენ ბანი ვართ. სულ იდეალურად უნდა გამოიყურებოდეთ. კარგი, მაშინ მათხოვეთ, მე ჩემი დამავიწყდა. კნოპა, არ იცი რომ არაჰიგიენურია ერთი ტურსაცხის გამოყენება ბევრ ადამიანზე? კნოპა, რა იყო, გინდა რომ ტიმურს გაებრანჭო?
არა, ეგ საიდან მოიტანეთ საერთოდ? ხო, გოგოებო, ყველაზე ლამაზები ვართ. ჩვენ ვიქნებით ყველაზე მაგრები. ნეტა ახალი ბიჭი როგორ გამოიყურება? დიმა, ამას შეხედე. ხო, გომეშვები ჩვენთვის გამოიწყონ. ვაუ! ნუ გვაშტერდებით, შეიძლება ცუდი თვალით შემოგხედოთ. აი მანქანა აქ არის. ასეთი ლამაზი გომეშვები არასდროს არ მინახავს. არა დიმა, მათთან არ უნდა ვიყოთ, ურთიერთობისთვის არ არიან. ჯანდაბა, მოწინააღმდეგეები მყავს. ჯული, ეგ იმიტომ, რომ შენი ყოველდღიური ლუკი უნდა შეიცვალო ხოლმე. ჯანდაბა, ბაყაყებმა ახალი ბიჭისთვის ჩაიცვეს. არ მესმის როგორ უნდა ვატარო? რა თქმა უნდა არ გესმის, იმიტომ რომ სულელი ხარ, მე დამსვი მანდ. არა, მარტო მე მაქვს ტარების უფლება. მაგარი ახლა ვერავინ ვატარებთ. გოგოებო, მე ვცდი, ერთხელ ბაბუა ჩემო დამსვა ტრაქტორზე. ეს ტრაქტორი არ არის, ეს მაგარი მანქანაა. გომეშვები, ხო იცით, ეს ბაჭიების მანქანაა. რა მნიშვნელობა აქვს, ტარება მაინც არ იციან. რაზე იცინთ, ფეხბურთელებო, გირჩენიეთ დამეხმაროთ, რას დავაჭირო? ჩვენი სახლი ძალიან მაგარია, კარგად გაერთობ. ხო, ამაზე უკვე მითხარით მასწავლებელმა, ოღონდ რაღაც წესები გვაქვს. რა წესები? ახლა კარგად მომისმინე. ვაიმე, ეს არის ახალი ბიჭი? იმედგაცრუებული ვარ, ასეთი პატარა რატოა? ხო, მგონი ჩემთვის არის. კარგია, ახალი მეგობარი მეყოლებო. მეგობრებო, გაიცანით, ეს ჩვენი სახლის ახალი წევრია. თომასი ქვია. მაგარია მასწავლებელმა, მაგრამ ჯობდა თომ არ ქნეუდა. ხო, ისედაც ბიჭები უმრავლესობაში ვართ. ვაუ, ახალი ბიჭი. ხო, მაგარია. მოდი, კარგად გავიცნოთ. ტომას, გამარჯობა, ჩვენ ბაყაყები ვართ. ვაუ, გომეშვების თომასი მოეწონათ. გადმოდით ბაჭიების მანქანიდან. ეს ჩვენი მანქანაა. ტომას, შეგვიძლია ტერიტორია გაჩვენოთ ჩვენი ახალი მანქანით. ხო, ძალიან სახალისო იქნება. მოგლეთ, თომა, ესენი გომეშვები არიან, მათთან ურთიერთობას არ გირჩევ. გასაგებია, გომეშვებო, თომას თავი დაანებეს, თავისით გაერკვევა. აი ეს ჩვენი კვების ადგილია, შეგიძლია ლიმონათი იყიდო. ტომას, დღეს შეთავაზება გვაქვს, ერთს თუ იყიდი, მეორე უფასოდ. ჯანდაბა, მგონი შემიყვარდა. გამარჯობა მეგობრებო, მე თომასი მქვია, აქაურობას ვინ მაჩვენებს. მე შემიძლია დაკათვარიალებინო, მე კარინა მქვია. აუ, მე რატო არ უიღბლო ყოველთვის. თული შენ უფრო მაღალი შეყურებული გჭირდება. ვაიმე, რაღაც ხდება. არ მადარდებს, მანქანა უნდა წამოვიყვანოთ. ხო, ნიკაპები მაღლა. ხო, მაგრები ვართ. გამარჯობა ბაჭიებო, მოიცა აქ რას აკეთებთ? ეს ჩვენი მანქანაა. გამარჯობა ჩირლიდერებო, დაბრუნდით. გოგოებო, გახსოვთ, ცუდად უნდა ვუპასუხოთ. გამარჯობა მოღალატეებო, არა, არ დაუბრუნებულ ვართ. უბრალოდ მანქანის წასაყვანად მოვედით. ბაყაყებო, გაიწიეთ. ეს ჩემი მანქანაა. თქვენ დატოვეთ. ხო, ჩვენ ვიპოვეთ და გავრეცხეთ. ამიტომ ახლა ჩვენია. მასწავლებელმა ეკუთხარით რომ გაიწიონ. ხო, თორემ სხვანაირად ვისაუბრებთ. გოგოებო, სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ აქაურობა უნდა დატოვოთ. შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ გაგდებულები ხართ. რა? მასწავლებელმა იქ რაღაც ხომ არ დაგავიწყდათ. აქ ჩვენი ტანსაცმელებიც არის და ჩვენი მანქანაც. გოგოებო, რა ხდება, შეგვიძლია ჩვენ დაგიცვათ. კარგი, თქვენი არჩევანია, მაგრამ არ მგონია მანქანა დაიბრუნოთ. ვნახავთ. ეს ჩვენი მანქანაა. მოიცა აქ რა ხდება, რა ლამაზი გოგოები არიან. ისინი ჩვენი სახლიდან არ არიან, ყურადღება არ მიექციო. თომას ამ გოგოებმა ძალიან სულ ბიჭებთან დაიწყეს ურთიერთობა და ჩვენ წესები გვაქვს, ამიტომ ისინი სახლიდან გავოგდით. ბაჭიებზე ცუდი არაფერი არ თქვათ. მომისმინეთ ბაყაყებო, დამიბრუნეთ მანქანა და მშვიდად წავალთ. ხო, თქვენ ტარება ისედაც არიცით, ამიტომ არ გჭირდებათ. ვისწავლით, ფეხბურთელებო, გვასწავლეთ, და დღეს ახალ ბიჭთან ერთად ვივლით. გაიგეთ? ახალი ბიჭი ყავს სახლში? უი, აი იქ დგას თურმე. ტომას, ცუდები არიან, არ დაუქნიო ხელი. ბაყაყებო, მგონი ტომასი, თქვენ არ გაგცეთ ყურადღებას. ჯანდაბა, წადით აქედან, წადით. ხო, წადით. ცუდი იღბალი მოგაქვთ. 1, 2. მომისმენთ ბაყაყებო, თუ ადვილი გზით არ გინდათ რომ გადმოგცეთ მანქანა, მაშინ გამოვიყენებთ თულგას. გოგოებო, ისე გავაზბურთელები თქვენს გამოტირიან. ხო, დატანჯულები არიან. იცით რა ბავშვებო, დღეს სტუმრებს ელოდეთ. ხო, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ იქნებიან. ამას ნამდვილად არ ველოდით. ხო, არ ჩვენ არ მოველოდით თქვენგან ეგეთ აქციას. იმიჯებთან ურთიერთობა არ უნდა დაგეჭიროთ. მასწავლებელმა იქ შეიძლება ამ საყვარელი გოგოების მისამართი გავიგო. არ შეიძლება, გოგოებო. გომეშვებო, ყველაფერი თქვენი ბრალია. გოგოები ძლევს სახლში დაბრუნდნენ, თქვენ კიდე გავაგრესეთ და ისევ წავიდეთ. არ მოდარდებს. გოგოებო, უკვე აღარ შემიძლია ესენი. ხო, მარტო აღარ დავბრუნდებით. ჩვენ შეყვარებულებს მოვიყვანთ. ხო, და ყველას ჩავაშხამებთ. სმაილ როქჩი, მთელი დღე წამოწოლილი ხო არ იქნები. უკვე დავიღალეთ, მთელი დღე უბრალოდ წევხარ და იტანჯები. შენ არ გითხარი გოგოები დავიბრუნოთო. ხო არ შეგეშინდა. თავი დამანებეთ, გოგოებს ჩვენ აღარ უყურებთ, ყველაფერი მორჩა.
არა, ისე უყურებთ, უბრალოდ ახლა გვაჯვიანებე. კარგი სმა, შენ თუ დანებდები, შეიძლება რომ დიანასთან მივუცადო. იქნებ რამე გამომივიდეს. მერი დაგავიწყდა, მერი ისე ძალიან არ მომწონს, როგორც დიანა. რომეო არ მინდა რომ იმედები გაგიცვო, მაგრამ დიანას არ მგონია მოეწონო. დიანას ჩემნაირი ბიჭები მოწონს. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ზიფიც მე მგავს. კარგი, მაშინ უბრალოდ აქვეყო და დაველოდოთ, სანამ ჩვენი გოგოები ზომბები გახდებიან და დაბრუნდებიან. არა, კნობას თუ მათნაირი ზომბი გახდება, არ ვიცი რას ვიზავ. ამას ვერ გადავიდარ. რომეო, შენ ისევ ჩვენი გოგოების დაძახებას აგრძელებ. ხო არ დაგავიწყდა რომ მათ მიგვატოვეს. ყველაფერი მორჩა. კარგი, ესე იგი სმალი დანებდა. ამ სახლში ყველაფერი შეიცვალა. ხო, უარესობისკენ. უგობ ნერვიულობ, ერთ საათზე მეტია წასულები არიან. სად არიან? ხო, მეც ნერვიულობ, ნეტანასია სად არის? მეგობრებო, რით ვერ გაიგეთ, მიგვატოვეს. გაჩვენდი, ჯობია რომ კარგზე ვიფიქროთ. აი, მოვიდნენ, კარებს გავაღებ. ვა, მართლა დაბრუნდნენ, ესე იგი კნობას უყარვარ. აი, ხო გეუბნებოდი დაბრუნდებიან თქო. მეგობრებო, გოგოები არ არიან, საკატი მოვიდა. აბა მეგობრებო, წამოხვალთ დაპირისპირებაზე, ყველანი იქ არიან. არ გადადის. საკატ დაპირისპირებაზე ვერ წამოვალთ, იმიტომ რომ მგონი გოგოებმა მიგვატოვეს. მოიცა მეგობრებო, თქვენ შეყვარებულები გყავდათ, რამდენი გამოვტოვე? ხო, თან ჩვეულებრივი გოგოები იყვნენ, ადამიანები. წავიდნენ რომ ვითომ მანქანა წამოიყვანათ, მაგრამ კალათბურთელები შეყვარებულები არიან და ალბათ იქ დარჩნენ. მეგობრებო, მაშინ უნდა წავიდეთ და მივხვდეთ, მე თქვენთან ერთად ვარ. ბიჭებო, დაუბრუნდით და თან გაგვანაწყენეს. ვა, ისინი არიან თქვენი გოგოები. გოგოებო, ძლივს დაუბრუნდით, უკვე ერთ საათზე მეტია წასულები ხართ. უნდა წახვიდეთ და გაუმკლავდეთ, გამარჯობა, მე დიანა ვარ, კნოპა, ნასტია. ხო, ბაყაყებს არ უნდათ რომ დაგვიბრუნონ ჩვენი მანქანა. ამიტომ მასწავლებელ მამაიკმაც გამოგვაგდო იქიდან. არ წამოგვიღია ჩვენი ტანსაცმელები და მანქანა. გოგოებო, მგონი ჯობდა რომ ჩვენ წამოსულიყავით და კალათბურთელებმა რა ქნეს, რამე ხო არ უთქვამთ. არა ბიჭებო, კალათბურთელები არ ჩართო თამაში, არც გვინახავს საერთოდ. მეგობრებო, იქ გოგოებს შეურაცხყოფას აყენებენ, უნდა მივხედოთ. მე მზად ვარ. კარგი ბიჭებო, უნდა წამოიყვანოთ მანქანა. ხო, იმიტომ რომ ბაყაყები ტრაბახობენ ამით. ხო, უნდათ რომ მაგრად გამოიყურებოდნენ ჩვენი მანქანით. ხო, მეგობრებო, ამაზე გოგოები უკვე ყავთ. ახლა თქვენი ჯერია რომ მანქანა დაიბრუნოთ. საკატი უფრო სიმპათიურია ვიდრე ზუპი. გოგოებო, კარგი, დაგეხმარებით. სახლის გეგმა უკვე ისედაც გვაქვს. ხო, და მიგვიყვანს ტანსაცმელებთან და მანქანასთან. მათ სწორი გზებით შევაშინებთ და იქნებ საერთოდ იქედან წავიდნენ. არა, იქიდან წამოსვლა არ არის საჭირო. უბრალოდ გვინდა მანქანა და ტანსაცმელები. მაგრამ კარგი იქნება გაკვეთილი ისწავლო. კარგი, ესე იგი ყველაფერი გადაწყვეტილია, წავიდეთ. მე? ხო, დიანა, შენ. კარგი. გოგოებო, არ ინერვიულოთ, ყველაფერს მივხედოთ, შეგიძლიათ დასხდეთ. ვერ ხვდები ჩვენ შეყვარებულებს რატო ელაპარაკებ? საკატ, ჩვენი შეყვარებულები არიან. მომისმინე ზუპ, მე და შენ ერთად არ ვართ. ზაკ, არ არის საჭირო რომ მიეჭვიანო ზაკატზე. საკატ, აქამდე რატომ არ გვინახი ხარ? მე მეზობლად ვცხოვრობ აქვე. მაგარია. ბევრი ხართ ასეთი უცნაურები? ხო, ჩვენ ძალიან ბევრი ვართ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ. გონი კნობა საკატი მოეწონა. ვცნობ, არ ინერვიულოთ, თუ საჭირო გახდა საკატ სახლიდან გავაგდებთ. კარგი დიანა, ოღონდ მე უნდა შემპირდე. გპირდები, ოღონდ საერთოდ არც ვიცი რას გპირდები. უნდა შემპირდე, რომ საკატი არ შეგიყვარდება. გპირდები, მაგრამ სერიოზულად, ზიპ, აქ ამისთვის დამიძახე, გპირდები, ზაკატი არ შემიყვარდება. არა, ის ყველა გოგოს უყვარდება, საერთოდ ყველას. ზიპ, ყველას არ გავარ, არ მაინტერესებს ზაკატი. დიანა, კნობადან ასეც უნდა გავაფრთხილო, რომ ზაკატი არ შეუყვარდეთ. უკვე ზალინას შეუყვარდა. გასაგებია, ვეტყვი. ჯობია რომ ზალინას არ გადავეკვეთოთ. უბრალოდ შევამჩნიე, რომ კნობას მოეწონა. ზიპ, არ ინერვიულო, არც ერთი ჩემი მეგობარი ზაკატთან არ იქნება და ჩემი მანქანა წამოიყვან, ხო? აუცილებლად გთხოვ. დიანა, ჩემზე რამე ეჭვები ხო არ გაქვს? შენ ტანსაცმელს და მანქანას რა თქმა უნდა წამოვიღებ. მადლობა ზიპ, ძალიან კარგი ადამიანი ხარ. რა ცუდია რომ ყოველსნაირი არ ხარ. და შეგვიძლია რომ ეს შევცვალოთ, ერთი კოცნით. ხო, და ან მე გავხდები ზომბი, ან შენ გახდები ჩვეულებრივი ბიჭი. ბოდიში, მაგრამ ამ რისკისთვის მზად არ ვარ ჯერ. ხო, მაგრამ ასე ჩვეულებრივი ბიჭი არასდროს არ გავხდები. კარგი ზიპ, მოწყენის დრო არ არის, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს მე და შენ. კარგი, აბა, წამოიყვანთ ჩემს მანქანას. ბავშვებო, დროა? დიანა, გადავწყვიტეთ, რომ ხვალისთვის გადავდოთ ყველაფერი და დღეს უღლებაზე წავიდეთ. ზაკატი თავის სახლში აკეთებს, ხო მაგარია? არა, არ არის მაგარი. მეგობრებო, რა დაგემართათ, თქვენს დაბოდიჟებულები ხართ. გოგოებო, აბა მზად ხართ? მაგარია, მიყვარს რა უცბად შეცვალეთ გეგმები. ზიპ? არა, მე ისე წვეულების აზრი მომწონს, ხოლო ახალი დღე იქნება და ახალი საქმე დავიწყოთ. კარგი, იყოს წვეულება, გოგოებო, გაიწიეთ, მეც უნდა შევისწორო მაკიაჟი. მორჩა, გოგოები მოდიან. მაგარია, ვა ჩვენი ზომბები როგორ ერთობიან. ვა, შენ ძალიან მაგარი ხარ. ჩვენი შეყვარებულები არ წაგვერთო. გოგოებო, რას ფიქრობ ზაკატზე? კნოპა, შენ ზუპი გყავს. ზუპი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.
კარგი, მოდით ახლა წვეულებაზე ვიფიქროთ. ჩავიცვათ და მაკიაჟს წავისვათ და წავიდეთ. სხვათა შორის არასდროს მეგონა რომ ზომბების წვეულებაზე წავიდოდი. ხო, ჩვენც. მაგარია ძალიან. კი, მეც მომწონს აქაურობა. კარგი, ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭერეთ ძარს. ახლა უნდა წავიდეთ და წვეულებისთვის გავემზადოთ. წავედით. კარგად.